ნინო დათაშვილის 5,000 ლარიანი გირაო 10 წუთში შეგროვდა მასწავლებელი საპატიმროს დღეს დატოვებს. ციხეში გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ თავად დააყენა. დათაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასამართლოში მისვლა ვერ მოახერხა და პროცესს დისტანციურად დაესწრო. რადიო თავისუფლება ლაივ ბლოგში წერდა, რომ დარბაზში ტკივილისგან ატირებული მასწავლებლის ხმა ისმოდა. ჩემი გადარჩენა აქედან გაშვება, დღეს თქვა დათაშვილმა. არქიმანდრიტი დოროთე სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოსთან მივიდა საეპარქიო კომისიის კრებას ის არ დაესწრება, რადგან სხდომაზე საპატრიარქომ ჟურნალისტები არ დაუშვა. ამას ყველაფერს აკეთებს მეუფე შიომას დავალებული აქვს ჩვენი დასჯა. მეუბნებიან, რომ შენ უფლებები არ გაქვს, როგორც ივანიშვილი ქცევა, რომ მიიტაცა მთელი სახელმწიფო და კანონები, ამბობს არქიმანდრიტი. კობახიძის დადგენილებით შესაძლებელი ხდება, რომ სუსის თანამშრომელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი საკუთრებაში გადაეცეს. ცვლილება 21 ოქტომბერს დამტკიცდა. საქართველო-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს, წერს როიტერსი. გამოცემა ოცნების მიერ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო საარჩელს ეხმაურება. როიტერსი წერს, რომ სამივე პარტია მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციისაა.